გამოცდილებით ბატონმა თირქიამ დაწერა უამრავი განცხადებების შესულია როგორც პროკურატურაში, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩვენ დაახლოებით 5 თვეა ველოდებოდით მათ რეაგირებას. მე ასევე შევხვდი ბატონ შედანიას, რომელმაც გამოძიება აწარმოა რაიონის დონეზე, ხოლო ფემდებარეობით მაშინ იკრებდებოდა მაღალჩინოსნების დანაშაული, როგორც არის თქვა გუბერნატორის მოადგილე და გამოძიებელი და პროკურორების მაშინდელი თანამდებობის მაღალჩინოსნების პირები პროკურატურის მან ფემდებარეობით საქმე გადაუგზავნა საოლქო პროკურატურას, ხოლო საოლქო პროკურატურიდან ჩვენ დღემდე პასუხი არ გქონდა თუ სად იყო აღნიშნული საქმე. ეხლა როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული საქმე არის თბილისის პროკურატურის შესაბამის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორთან. რასთან დაკავშირებით ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს და აღნიშნული მიწები გაუბრუნდეს თავის კანონებს საკუთრებს, ხოლო ადამიანები, რომლებიც ტერორს, ზეწოლას, უკანონო მოქმედებებს განაგრძობდნენ, მოგვითხოვთ მათ პასუხისმგებაში მიცემთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად მათგება ბატონი ზაზაბოლიძის პასუხისმგებლობის საკითხი, ისევე როგორც გამომძიებელ გვერდიშვილს. გოროზიამ დამიბარა და მეუბნება ეს მიწები უნდა ჩამოგართო ასე რაზე რატომ მეთქი ეს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქვს მეთქი უზენაეს სასამართლო ვისი არის ეს ჩამოგართოთ ომით და არის 10 დღე გასული და მომივიდა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება თქვენი ის 2010 წელს გაქავწება წერილობით იმოვიდა ამის დამთავრდა ყველაფერი. ჩვენ გამოგართვათ თუ არა ანზორ კიკალიშვილის ტელეფონი? კი ბატონო, მისამართი მოგეციო ტელეფონიო. კი, 4-იანში უნდა მოვასწრო. სახელმწიფო გურამ თირქი. დაზარალებულად ის და არის მიწაი, ხო ბატონო? ბატონო? 26 ჰექტარია. დია. სად იყო ეს მიწა? ადარკია. აი, წავედი.